ადამიანი ბუნების შვილია. ეს ყოველთვის ასე იყო და ასეც არის. უბრალოდ ხანდახან გვავიწყდება საიდან მოვდივართ და რას ვეკუთვნით. ბუნებასთან ჰარმონიის ძებნას კი ქალაქში ქაოსს ვარჩევთ. მე მგონია რომ ერთი ნაწილი ბუნებაში მაქვს დაკარგული, ჩემი მისია კი მისი ძებნაა. ასეც ვიქცევი, ვეძებ ყველგან და ყოველთვის. გზად ახალ თავგადასავლებს, ჩემი მიწაწყლის სილამაზესა და ახალ ადამიანებს თავიანთი ისტორიით ვეგებები. იქნებ ყველას ბუნება გვჭირდება იმისათვის, რომ სიმშვიდე ვიპოვოთ. თბილისში ცხოვრება არის ქაოსური და ისე სწრაფად გადის თბილისში დრო, რომ ხანდახან ვერ ვასწრებ იმის გააზრებას, ორშაბათია, პარასკევია, ან ძალიან სწრაფად, მაგრამ როგორც კი გამოხვალ თბილისიდან, თითქოს უფრო ნელა, აი დღეს მაგალითად როცა წამოვედი სალაშქროდ, გონია რომ ძალიან დიდი ხანია აქ ვარ და რეალურად რაღაც რამდენიმე საათია, რაც მოვდივართ გზაში ვარ და აქ სხვანაირ სულიერ სიმშვიდეს პოულობ და ძალიან განსხვავდება თბილისური ცხოვრება და თბილის გარეთ ცხოვრება ჩემთვის ერთმანეთისგან. თბილისის ქაოსს და აქაურობას განასხვავებს? რავი, ყველაფერი საერთოდ. ლაშქრობა სულაც არ არის უბრალოდ მთაზე ასვლა და სიარული. ეს არის შენი თავის ძიება, შენი სისუსტეების და სიძლიერების აღმოჩენა. ერთ ლაშქრობაში იქნება ეს ერთი დღე, ორი დღე თუ უფრო მეტი. შენ შეგიძლია მრავალი რამ განიცადო. იქნება ეს მარცხი, გამარჯვება, სხვისი დახმარება, ცუდად ყოფნა. ყოველივე ეს შენ გაყალიბებს ადამიანად და გახვედრებს თუ რა ღირდა აქ წამოსვლა. გახვედრებს რომ სილამაზე ყველაფერშია, რომ შენ შეგიძლია იპოვოს სილამაზე შენ გარშემოც კი. გრაფიკული დიზაინი როცა დავასრულე, სადიპლომო დავიცავი, გავაკეთე ნამუშევრები, რომლებსაც ესე ვთქვათ სერია გავაკეთე, რომელსაც ერქვა ლაშქრობა და სახეცვლილება მთაში. და ზუსტად იქ საუბრობდი იმაზე, თუ როგორი სახეცვლილება შეიძლება განიცადოს ადამიანმა მთაში და კონკრეტულად მთაში არა, უბრალოდ ლაშქრობის დროს, როცა აღმართი გვხვდება, დაღმართი, ბევრი დაბრკოლება, ბევრი სხვა ადამიანის სისუსტე ან პირიქით გამბედაობა, ეს შენზე იმდენად მოქმედებს, რომ შეიძლება თლიანი დღე და თლიანი თვეც კი შესვალოს და ეს ენერგია, რაც ლაშქრობის დროს მეუფლება, მიმყვება კვირების განმავლობაში და თვეების განმავლობაში, რაც ყველაზე მეტად მუხტავს და ეს ყველაფერი მერე სხვა საქმიანობაშიც გამოიხატება რა. მე ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა წახვიდე ადამიანი, ყველგან შეგიძლია რაღაც ახლის ნახვა და ამავდროულად ყოველ დღე შეგიძლია თუნდაც აი არ არის საჭირო რომ სადღაც კავკასიონის მთები დალაშქრო იმისთვის რომ რაღაც ახალი ნახო. თუ შენ მოინდომებ სიახლეს და სილამაზეს შენ სახლის გარშემოც აღმოაჩენ, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხარისხით არის მთაში და არა მარტო მთაში, ბუნებაში. შიში და თანებების სურვილი. ეს გრძნობა თითქოს ყველას გვკლავს არა? რეალურ ცხოვრებაშიც კი. წარმოიდგინეთ ლაშქრობაში შიშს თუ აყევი, პანიკას თუ აყევი. შეიძლება ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა და ეს არასწორი ნაბიჯი შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ეს ჯოხი ძალიან მშველის. შენი არა გაიწიე გავიყინე ვაიმე ვერდგები დამეხმარეთ მადლობა ძალიან შემცივდა
საიდუმლოს გაგანდობთ და გეტყვით, გმირები მხოლოდ ფილმებში არ არსებობენ. ისინი ჩვენთან რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ჩემთვის ჩვენი გმირი ტარიელი იყო, რომელმაც ჩვენი ცუდად მყოფი მეგობარი მთელი გზა ხელით ატარა. დღეს ერთ-ერთ ლაშქრობაზე ერთი ადამიანი გახდა ცუდად და მოგვიწვია იმის ხელით ტარება, ხშირად ზურგით. ჯარში მასწავლეს, რომ თანამედროვე სიმტომა არ შეიძლება არანაირ შემთხვევაში. შენ სიტყვის პასუხს დაგიჯდეს, უნდა წამოიყვანო და ატარო, როცა არ შეუძლია სიარული. ალბათ ყველას გქონია მომენტი, როდესაც ვნებდებით, ცუდად ვგრძნობთ თავს, როდესაც უფრო მეტად დეპრესიულები ვართ. ამ დროს ყველანაირად ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი. ყველგან ვეძებთ, ყველაფერში. ან კი უბრალოდ ოთახში ვიკეტებით. იქნებ გამოსავალი იმაზე ახლოსა, ვიდრე ჩვენ გვგონია. იქნებ გამოსავალი ბუნებაშია. ჩემთვის ერთი დიდი ანუ ძალიან განსხვავდება, არ ვიცი, თბილისში ვერ ვსუნთქავ. ოღონდ ეს პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანით მნიშვნელობითაც ჩაკეტილი ვარ უფრო მეტად დეპრესიულიც. აქ როგორც კი მოვდივარ, ან უბრალოდ ქალაქს როგორც კი გავცდები, ბევრად უფრო რეალური მე ვარ, ანუ ნამდვილი ანა ვარ და ეს მომწონს ყველაზე მეტად. ლაშქრობისას, მთაში, მწვერვალზე გადალახული სირთულეები ჩვენ გვაყალიბებს ძლიერ, ჩამოყალიბებულ ადამიანებად. შემდგომ, ჩვენთვის სხვა ცხოვრებისეული სირთულეები მეტად მარტივი არის და ჩვენ ვიხსენებთ, რომ ყოველ აღმართს დაღმართი მოყვება, დაღმართს კი აღმართი. აი დღესაც რომ ამ ხელა მანძილი გავიარეთ ესეთი რთული მარშრუტი და შევძელი, მაშინ როცა ბევრ ადამიანს არ შეუძლია, ვერ უბრალოდ დანებდა, მე ვამაყობ იმით, რომ საკუთარ თავს ვაჯობ, იმიტომ რომ ბევრჯერ მქონდა მომენტი, რომ დავიღალე, მაგრამ მაინც გავაგრძელე. მაგრამ ქაჩავდოდეთ, ყოველგვარ დანებდა. საკუთარ თავის იმედი რო გაქვს, სხვა საქმეშიც წარმატებული ხარ, მე მარტო ლაშქრობაში არა, შენს პროფესიულ საქმიანობაშიც და ზოგადად მგონია რომ ის თავდაჯერებულობა, ოღონდ გააზრებ ისეთი თავდაჯერებულობა, რომელიც საფუძვლიანია, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერში გეხმარება საერთოდ რაცა უნდა იყოს. თავისუფლებას ადამიანები სხვადასხვა რაღაცაში ვეძებთ. და ნეტავ რა არის ნამდვილი თავისუფლება? მთებშია თავისუფლება.